უამრავი თარი ოსკარი, მხოლოდ და მხოლოდ სამამულო დაჯილდოვება. დიახ, მსახიობების, რეჟისორებისა და თეატრების პატივისცემა ჩვენც ვიცით. უпростоრად საქველმოქმედო ფონდი ცისკარი და კომპანია რედიქსი თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოვების ცერემონიალს უკვე მეოთხედ ატარებს. ეს უკანასკნელი კი თეატრალური სამყაროს ყოველწლიური ევოლუციის მემატიანედად შეიძლება მივიჩნიოთ. დურუჯის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბევრი სიურპრიზი და დღესაც იქნება სიურპრიზები. დაემატა ნომინაცია, თანხაც გაიზარდა უკვე შესაბამისად, ამდენად მომავალშიც ესე გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ მეტი ნომინაცია უნდა იყოს და თანხაც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე ერთ-ერთი მაღალი საპრიზო ფონდი აქვს, მიუხედავად ამისა გაიზრდება კიდევ მომავალში. 2012-ში დაჯილდოვება მცირეოდენი სახეცვლილებები განიცადა. ტრადიციისამებრ დურუჯი ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში იმართებოდა ხოლმე. წელს ღონისძიებამ თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა. თავდაპირველად ყველას გული წყდებოდა, რომ ყვარელში არ ემართება ცერემონია, იმიტომ რომ ყველა შეეჩვია და მართლაც არაჩვეულებრივი გარემოა ყვარელში, მაგრამ იმდენად სასიამოვნო სიტუაცია დახვდათ აქაც თან ღია ცის ქვეშ, რომ საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს და ყველა კმაყოფილია. 6 ნომინაციაში წარდგენილ მონაწილეებს შორის არჩევანი ჟიურიმ გააკეთა. მათი ვინაობა კი ძირითადად ღონისძიებამდე უცნობი რჩება ხოლმე. ხო ძალიან სერიოზული დებატები, ანუ არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა ესე დაუფიქრებლად და კამათის გარეშე მიღებული. ამიტომ ამაზე შემიძლია თავი დავდო, ჩვენ ძალიან ბევრი ვიკამათეთ თითოეულ გადაწყვეტილებაზე და ეს იყო საათები გრძელდებოდა, ამიტომ რთული ყოფილა ეს საქმე ძალიან. ლოკაციის გარდა კიდევ ერთი სიახლე დურუჯზე საუკეთესო მხატვრის ნომინაცია გახლდათ. ამ უკანასკნელში გამარჯვება თემურ ნინუამ ნადირობის სეზონისთვის მოიპოვა. ნომინაციაზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის 3 მონაწილე განიხილებოდა. ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის სპექტაკლით კრეპის უკანასკნელი ფირი, გაგა გოაძე სპექტაკლით ბოლო გაჩერება და მაკა ნაცვლიშვილის სპექტაკლით ფსიქოზი 4:48. ეს უკანასკნელი Music Box-ის მაყურებელსაც უნდა ახსოვდეს. ჟიურიში რო ვიყო აუცილებლად მარიკიტიასაც წარვადგენდი ჩემს პარტნიორს, რომელიც თამაშობს ფსიქოში, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა ეგრე. არ ვიცი ჩვენ ვითამაშეთ თუ არ ვითამაშეთ კარგად ეს არ ვიცი, მაგრამ სპექტაკლი მართლა ძალიან კარგია, მართლა საინტერესო, მართლა ისეთი თან მაკა ნაცვლიშვილი ამ სპექტაკლის რეჟისორი ახალგაზრდა მსახიობია, ძალიან ჩემხელა 25 წლის არის. საბოლოოდ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ჯილდო ნიკოლოზ ლუარსაბიშვილს ერგო. ყველა ჟიური თავისი სურვილი და თავისი გადაწყვეტილება თვითონ ადამიანი როგორც წვეთს ისია და მე პირადად ჟიურის გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ გაგიხარდა. რა თქმა უნდა, ეხა ეს ამის აღნიშვნა რომ გამიხარდა ეს რაც შეეხება საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორს, ჟიურიმ ლაშა ბუღაძესა და თამაზ ჭილაძეს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. ნადირობის სეზონი შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რობერტ სტურუამ დადგა. სწორედ ამ უკანასკნელის გამო დააჯილდოვეს ბატონი რობერტი და წილად საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის პრიზი არგუნეს. თავად რეჟისორი დაჯილდოვების ცერემონიალს ვერ დაესწრო. მის მაგივრად ჯილდო უახლოესმა მეგობარმა სოსო ლაღიძემ აიღო. მსახიობს სწორედ მაშინ მივაკითხეთ, როდესაც ბატონ რობერტს ტელეფონით ესაუბრებოდა. ბატონ რობერტს ელაპარაკე? ველაპარაკეთ კი. გაიხარდა მაინც ასე თუ ისე, ჯილდო ყველას უხარია. ძალიან დიდი რეჟისორია, დიდი მაესტროა და ღირსია რომ რობეგომ ეს ჯილდო მიიღო. მათ შემიძლია თქვა მაყურებლის სახელითაც კი რომ რობეგოს ეს ჯილდო მიცეს. წელს ერთ-ერთი რჩეული სპექტაკლი R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება გახლდათ. ამ უკანასკნელის რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი საქართველოს მოქალაქე არაა, ამიტომ სპექტაკლი საუკეთესოთა შორის ვერ განიხილებოდა. თუმცა დადგმას არაერთი ჯილდო ერგო. ქალის მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ რომეო და ჯულიეტას მსახიობი ქეთა შათირიშვილი გახდა. ნამდვილად ძალიან გაკურებული ვიყავი, მართლა ეგრე იყო, რაღაც სხვა კანდიდატი მყავდა მე თვითონაც და ჩემ თავს მიყავდა თუ გაგვანდა.
ჩემი რამ ორი მეგობარი რომელიც ნამდვილად ძალიან მინდოდა რომ გაემარჯვოთ მათაც, მაგრამ ვუზიარებ ამ პრის ნამდვილად ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, თან ორი მსახიობი ერთი სპექტაკლიდან ერთი მამაკაცის როლისთვის და მეორე ქალისთვის. რა ვიცი, ეს თვითონ სპექტაკლის გამარჯვებაა ჩემი აზრით. კიდევ ერთი აღიარება რომეო და ჯულიეტას მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელმა მოუტანა. ამ ნომინაციაში ჟიურიმ გამარჯვება გიორგი ნაკაშიძეს არგუნა. თუმცა ჯილდო არც ამ შემთხვევაში აუღია თავად გამარჯვებულს. გიორგი სამწუხაროდ ვერ ესწრება ცერემონიალს, იმიტომ რომ ხვალ აქვს პრემიერა, იცით რომ ოლივერში შეიყვანეს და დღეს აქვს გენერალური რეპეტიცია, რის გამოც ის ვერ ესწრება დღევანდელ ცერემონიალს. მე მოხარული ვარ მთლიანად თეატრის გამარჯვება, როცა ჩვენი ორი მსახიობი წარდგენილი სპექტაკლიდან ქეთა შათერიშვილი და გიორგი ნაკაშიძე იღებენ ამ უმაღლეს ჯილდოს. მთელი დაჯილდოვების განმავლობაში იმაზე მიდიოდა მსჯელობა ჟიური ობიექტურია თუ სუბიექტური. დათო ტურაშვილის შეგონებით ჟიური სუბიექტურია, რადგან ის ჩვეულებრივი ადამიანებისგან შედგება. სუბიექტური გადაწყვეტილებები კი ყოველთვის განხილვისაგან ხდება. ასე რომ მოდით ობიექტური ჟიურის სუბიექტურ გადაწყვეტილებას დავეთანხმოთ და მომავალი წლის დაჯილდოვებას დაველოდოთ. Because I've got you under my skin.